ესეც ჩვენი ტერასა. როგორც შეგვპირდით, განახებთ. მოკლედ აი ესეა, როცა წვიმა ამზეა, გადახურულია. და ეს ზის ბატარეაზე იყენება და სამოს იმთება შუქი, თუმცა ძალიან საყვარელი განათებები აქვს. მოკლედ აი ესე გამოიყურება ჩვენი ტერასა. თავისი ბარი აქვს ცალკე. ამ ეტაპზე სტუმრები ტერასაზე უფრო ამჯობინებენ ხოლმე ჯდომას. ზაფხული რახან არის, ამიტომ მე დაიხურება თავისთავად. სექტემბერში, სავარაუდოდ სექტემბერ-ოქტომბერში ალბათ იმუშავებს და მე ქვედა სართულს მე დაგათვალიერებინებთ. დიდი მეკერჩხალი დგას აქ, ჩინური მეკერჩხალი. ძალიან ლამაზია. ამის ძირში ხანდახან მზივართ ხოლმე. მოკლედ ეს არის სამსახურთან დაკავშირებით. თუ იმას რამე გაინტერესებთ, დამიწერეთ კომენტარში. ძალიან დიდი მადლობა კომენტარებისთვის, გულებისთვის, სიტყვისთვის, ჩემგან დიდი სიტყვა და სიყვარული. და დატვირთვა ახლა ტერიტორია ისეთი ჩანს დიდი, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის ახლა სრული დატვირთვით არ მუშაობთ, იმიტომ რომ ზაფხულია და მოკლედ თან ახალი გახსნილია. ძალიან გემრიელი სამზარეულოა, არის იტალიური, ლიბანური სამზარეულო და მოკლედ კიდე რა შემიძლია გითხრათ. ხო, ყვება გვაქვს დილას აუზმე, მე სადილი, საღამოს უბრალოდ დატვირთვიდან გამომდინარე ვერ ვახერხებთ დასხდომას, თორე ისე რაღაცას მივირთვით ხოლმე და მოკლედ მშვიდები არ ვართ რა. თანამშრომლებს გვეკუთვნის ყვება. ხო, და დასკვირვაც მაქვს, ანუ ნებაყოფლობითია, შეგიძლია უარი თქვა, თუ გაქვს სხვადასხვა, მოკლედ დაზღვევა არის და უკვე გამოვიყენე. დაზღვევა დამჭირდა აი ეს ჩემო კატამ დამკაცრა, მოკლედ აცილები ვარ არის, მაგიტომ. ხო, სხვა, აი ესე დილის 11 საათიდან ამის 11 საათამდე ვმუშაობ, 2 დღე ვმუშაობ და ვისვენებ. გრძნობ დასვენების დღეებსაც თავარია. ხო, მე და სოსო ვაპირებთ გვინდა. უკვე დარეკილი მაქვს ქობულეთში ჩვენ გიასახლისთან. საბათ 7 სექტემბრისთვის, 1-5-6 დღე. ფინანსები როგორც გვეყოფა იმის მიხედვით, ძალიან, ასე ვთქვათ, ბიუჯეტურად წავალთ, იმიტომ რომ 4 წელი არცად არ გამიყვანია ბავშვი და ცოდვა ბოლო ვიდეო გეცოდინებათ, ვინც დიდი ხანი გვიყურებთ, რამდენი წლის იყო, 11 წლის იყო ბავშვი, 15 წლის არის უკვე და ეხლა ტყავიდან და გამოუძვრა და უნდა გავიყვანო როგორმე. ახლა ვისეირნებთ იქ ისე როგორც სხვები, გეგმავენ საერთოდ სხვები დასვენებას და ესეთ რაღაცას, მაგრამ რაღაცნაირად მაინც დავისვენებთ რა, ანუ ქალაქიდან მაინც გავлавთ რა, ამ გაჭვარტული, ამ გამონაბოლქვის სუნთქვით დავიღალეთ 4 წელი. თან ჩვენც არა გვაქვს ახლა ისეთი ის, რომ თუნდაც ცოტათი რაღაცა ისე გავისეირნოთ ხოლმე, ისის ტბაზე თუ ავალთ ხოლმე რაღაცა. მოკლედ საჭიროა. მე ბავშვობაში არ მქონია მაგის პრობლემა და მთაში და ბარში ვისვენებდი და მოკლედ კარგად ვიყავით მე და ჩემი და მე აი რაც შეიცვალა სიტუაცია იმის მერე, ანუ 90-იანის მერე ყველაფერი თავდაპირა და თან ისიც დაემატა, რომ სოფელში, სადაც
მოდიოდით ხოლმე, ანუ დასავლეთში, დაკეტილია რა და მოუწესრიგებელია საცხოვრებლად არ გამოდგება, იგივე ხარჯია, რაც ქობულეთში, შეიძლება ითქვას ცოტა მეტიც და თან სახიფათო არა, მოკლედ დახურულ სახლში ქვეწარმავლები დობენ და მოკლედ ესეთი ამბები. და ვაპირებთ რა მინდა სულ. წინა ვიდეოში რომ თქვი, რომ მობილური მეთქი და რაღაცა მინდოდა სოციალისტის მეყიდა. წინა ხელფასზე დროებითი მობილური უყიდე იაფად რაღაცა მეორადებში ნახე რაღაცა ხო და ანუ რომ მქონდეს ბავშვთან კომუნიკაცია, როცა სახლში არა ვარ. ხო, რატომღაც არავინ არ შეგვეხმიანა ამ ვიდეოს ბოლომდე არ უყურეს, მოკლედ არ ვიცი რა მიზეზებიდან, შეიძლება ზაფხული როა და ყველას ხარჯი აქვს და არ ვიცი, მოკლედ ისეთი ამბები. ხო და ესე, მოკლედ ასე როცა მარტივიცოს ყველაფერზე ფიქრი, მხოლოდ ბილეთებს შევიძენ და რამდენიმე დღე რომ რაღაცა პროდუქტებს ვიყიდი და იქ სადაც მოვაგზავნებ ხოლმე. ხო, ეს არის და ეს. ჯერ იქამდე კიდე დრო არის, დღეს რა იცვლია, 20-ია. ორ კვირაზე მოტია დარჩენილი. ხო რა, 2 კვირა. 2 კვირა და რაღაც დღეები. ხო, YouTube-ის ხელფასი არ მერიჭს ჯერ, იმიტომ რომ 70 ვერ შესრულდა ჯერ, 70 ევრო რო შესრულდა და მერე ხდება ჩარიცხვა, განახდება. ხო და მაქვს 64 და რაღაცა მოკლედ. მეც ჩემი ბრალიც არის ვიდარმაც ცოტა მეტი ვიდეო რო დამედო მოვასწრებდი და ავიღებდი და დამეხმარებოდა ეს თანხაც რაღაცაში. 70 ევრო, 200 რაღაცა ვარია რა, ეს 200 ვარით წაგვადგებოდა ძალიან. მოკლედ ისეთი ამბები. კარგით, აბა დროებით და მე სახლში ხვალს ეგვიშვენებ, ხვალ იუსტიციის სახლში უნდა გავიდეო პირადობას ვადაგაზის უნდა გამოგცვალო და მოკლედ ალბათ გადავიდეთ ნახოთ რა გადათხრილია სულთელი რუსთაველი თავისუფლების მოედნამდე არ ვიცი ტრანსპორტი როგორ დადის რანაირად მოკლედ ჩემ რაც რითიც უნდა წავიდე იუსტიციის სახლში 320 ნომერი ავტობუსია და მგონი მივა იქამდე მინახავს და მეტიც არ მინდა და იქიდან როგორღაც წამოვალ მშრალი ხიდიდან გამოვყვები რამეს ხო და ესეთი ამბები მოკლედ მოგიყევით რა ზოგადად რაღაცეები სპარა ძალიან ცხელოდა ეს მე ცოტა რომ წვიმა წამოვიდა რაღაცა სული მოვიტყვი, თორე აქ ჯერ ისე არ მოძრაობ ცხელა და მე კიდე მოძრაობის დროს საერთოდ საშინელება იყო. კარგით, აბა დროებით